გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? აბა ერთწლიანი პაუზის მერე აგიბრუნდით. რავი, ერთი წელი რატომაც არ ვიყავი YouTube სივრცეზე, კი ხედავთ ეს ცალკე ისტორია მერე მოვყვები როდისღაც. მოკლედ დღეს ჩვენი გამოსვლის მიზეზი არის ეს 2.15 ახალი შეძენილებია ჩვენი მეგობრების იარაღია და კიდე გვაქვს ერთი იარაღი 9 მმ Grand Power-ის რა. აი რაღაცა ეხუთის მსგავსი მოკლედ მაგას ვიდეოშიც ვნახავ. დღეს ძირითადად გვექნება გაცნობითი ვიდეო, მეც აი ვუყურებ ჩემ მდგომარეობას, როგორ შევძლებ ისე გავისვრი ამ იარაღებს, კოლიმატორებს გავასწორებ და მოკლედ გაცნობით ვიდეოს და შემდეგ ამ ვიდეოებზე უკვე რაღაცა კონკრეტულად თითოეული იარაღზე ჩავწერთ უფრო გაწვრილებით განხილვებს რა. ეხლა წეღან რაც ვახსენე, ეს არის Grand Power-ი. 919 ლუგერი. ეხლა უბრალოდ აი გასატესტად წამოვიღეთ რა, პირველად ვისვრი ამ იარაღს. კოლიმატორიც ახალი დაყენებული გვაქვს და კოლიმატორი უნდა გავასწოროთ რა. ან ჩათვალეთ ეს გაცნობითი ვიდეოც არ არის. просто მე შტაბეჭილებს გაგიზიარებთ. და ამ იარაღზე დეტალურ განხილვას ჩავწერ, რა გპირდებით. ვარა დიოპტრი ნახეს უმიფარავს იმას. დიოპტრისთვის შორია ის გონგი, სუფარავს. მოიცა? ეხლა არა გასწორებული კოლიმატორით, ვაფშე ტყუილა ვისვრი, მეთქი დიოპტრით ვისვრი, მაგრამ რაც ამ კონდახს. Ава, გასწორებული ეს. წეღან რაღაცას უფრო კარგად ვიხდნო. მეგობრებო, ეს იარაღი წეღანაც ნახეთ, ეხლა გეუბნებით სუფთა გაცნობითი გამოსვლა არის ეს, რომ ამ იარაღს ვისვრით პირველად ტესტავთ კოლიმატორის გავასწორეთ, არის Grand Power-ის 919 ისე ვიმეორებ. ხო, თავარი ეხლა ჩემი ის როლის პოზიციაა რა, ესეთ პოზიცია, რავი, YouTube-ზე თუ გაქვს სადმე ნანახი, მომწერეთ რა, რა ვქნაც ბავო. ეს არის რაც არის, აი უყურე. ანუ ხელის ტრავნირებული მაქვს ფეხიც, ერთი წელი იმიტომ არ ვჩანდი YouTube-ზე, საშინელი ტრავნები მივიღე ავარიის გამო და მოკლედ გადავარში და ბიჭო, ნეკნი რამდენი ქონდა გადატეხილი? ნეკნი 14. ნახევარი ესე იგი. თუ ნახევარზე მეტი. კარგ 14 ნეკნი მქონდა გატეხილი, აქეთ იქით. ფილტვი? ფილტვი მარცხენა გახეთქილი, ჩაშკა მუხლის გატეხილი, მენჯბარძაყის ძვალი დამსწრეული, ხელი მოწყვეტილი თავიდან მიმაკერეს, ესები გამოყრილი, კბილები ყველა დამტვრეული, დაბეჟილობა გემატომებს აღარ ვიძახით. მოკლედ და გუშინ წინ შემოგივიდა ზარი, პოლიგონზე გავიდეთო და რა თქვი? და გამოვედი ეხლა ესე. მოკლედ მეგობრებო, ეს დიდი ისტორია არ დავიწყებ ეხლა ამ ტრაგიკული ისტორიის მოყოლას, როცა მეკნება მე ჩავწერა და ერთად ვიღადაოთ ამ საკითხზე. ეხლა გავიწვრი, просто ესეთი პოზიციიდან სროლა თუ გინახიათ როდისმე რა, გავარტყავ თუ არა არ ვიცი. არა ეგ არ არის თავარი. თავარია მონაწილეობა. სხვათა შორის იმიტომ ვერ ვარტყავ ეხლა მეგობრებო, რომ საყურები არ მიკეთია, დამაყრუა, ეგ ერთი. მეორე, სათვალის გაკეთება დამავიწყდა და ვერ ხედავ ვერაფერს. აჰა. გავიკეთოთ ჩვენი სათვალე, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხედავ ვერაფერს ამ მანძილზე. და ეხლა ისევ გავისვრით. აჰა. და მარცხენა ხელი სად მოვკიდო და სად დავდო და რა გავაკეთო, ვერ მოვიფიქრე, მაგრამ რაღაცას ვიზავ რა. აბა ეხლა ვსინჯოთ ჩვენ. არის ჩქარო შენ თორე. გადმოგიადგილო კასტილები გინდა? სხვანაირად დაგიდო? აი ეხლა ვხედავ რა. აჰა, მოხდა. всё. ბოლოები მოახვედრა. ჩემ სიტუაციის კვალობაზე ესე რომ იტყვიან, მე მგონი ცუდი ცეცხლი არ ვაწარმოე რა.
აბა კარგად კიდე დაბოლოებასაც ჩავწერთ რამე აგერ ბიჭებიც ისვრიან იარაღებს მაგასაც ჩავწერთ და ანუ ეს სუფთა მოკლედ ეს ვიდეო ჩათვალეთ დაბრუნება რო ცოცხალი ვარ და ერთი წელი ვიდეოებს რო არა წერდი აქავა რა და დავბრუნდები ძალიან მაგარი სიახლეებით იმდენი რაღაცეები მაქვს გეგმებში და ერთად გავერთო კაი ხელებში ყავ ხარ. ხო კიდე მთავარი ეს ხო იცი არასდროს არ მოვიწყდებათ უსაფრთხოების წესები რა ყველა იარაღს აი ხო განმუხტულია ყველა იარაღს მოვექცეთ ისე როგორც დამუხტულს ნახე გამოვიღოთ მჭიდი ჭიჭი ტყვიები არ არის აგერ დულაში ტყვია არ არის ჩამკეტი საიდან ეშვება მივაჭერ თუ წაუშვი არა ვერ მიაჭერ მაგ ხელით არა კარგი როი მოკლედ ჩათვალეთ რომ მივაჭირე და საკონტროლო გასროლა გავაკეთე უსაფრთხო მიმართულებით ხო უსაფრთხო მიმართულებით ნახეთ ანუ ამ თემაში გამაქა ჩველი ნახეთ აი გამოვკარი ნახეთ აი ამ კომპონენტში არა მცველზე დატენილი თუ არ არის ვერ იმას როგორც კი ამ კომპონენტში რომელიმეს არ უღვევთ უკვე საფრთხეა მაგრამ ნახე რომელიმეს თუ იცავ ანუ თავარია სიტყვაზე სასხლეც უდიერად მოეპყარი მაგრამ მიშვერილი ქონდა უსაფრთხო ადგილას ხო მაინც გადარჩები შარს სულ დაიმახსოვრეთ რომ იარაღით შეცდომა და გამოსწორებადი არ არსებობს ღმერთმა დაიფაროს თუ ვინმე ცოცხალ არსებას ან ადამიანს ან მოარტყით არის კიდე სხვა საფრთხეები მატერიალური საფრთხეები ხო აი ახლა იქ ვისვრი და აცდა ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერს აცდა პლუს მაგას შეხედეთ სად ვისვლის ყოველთვის როცა ხრახლულიანებს ისვრით წინაღობა არის მთავარი რომ ასხლეტის შემთხვევაში რომ იქ წინაღობა იყოს რომ არ სადარწავიდეს ეს წარმოიდგინეთ იქ ვისვრით ხო იქ სულ რო ქვას ან რაღაცას მოხდეს აისხლიტოს მარჯვნივ წავა მარცხნივ წავა თუ ზემოთ წავა და უკან ავიცი მილიარდში ერთია მაგრამ ვიდეაში ჩემი ბედის პატრონს შეიძლება უკანაც მოხდეს არც ეგ არის გამორიცხული ეს იყო ჩვენი დღევანდელი გამოსვლა გავეცანით ახალი იარაღებს კოლიმატორები შეძლების დაგვარად გავასწორეთ ვისროლეთ კონგზე სამიზნეებზე გაგემშვიდობებით ანუ მომავალ შეხვედრამდე და ანუ ესე დიდი პაუზები აღარ გაგრძელდება რა ახალ ვიდეოებს მოგაწვით. ნუ კარგად